ევროკავშირი უსაფრთხოების საკითხებს აქტიურად განიხილავს. წევრი სახელმწიფოების ლიდერები დეტალურად გაეცნობიან 800 მილიარდი ევროს ღირებულების გეგმას. Rearm Europe. პროექტი ძირითადად ითვალისწინებს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თავდაცვის შესაძლებლობებისა და თავდაცვის ინდუსტრიის გაძლიერებას. ეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დროს, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების უკრაინისადმი დამოკიდებულება სულ მცირე ბუნდოვანებითაა მოცული. ევროპამ უნდა იმოქმედოს სწრაფად. განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ ევროპის პოლიტიკის ცენტრში სიტყვით გამოსვლისას. Today, I'm convinced დღეს ძალიან მნიშვნელოვანია დავუმტკიცოთ სკეპტიკოსებს, რომ ისინი ცდებიან. უნდა დავწმუნდეთ, რომ დღევანდელი კრიზისიდან უფრო ძლიერები გამოვალთ, როგორც ამას ვაკეთებდით ჩვენი ისტორიის მანძილზე. გავაკეთოთ უფრო მეტი, მივიღოთ უფრო მნიშვნელოვანი და სწრაფი გადაწყვეტილება, რათა გზა გავუხსნათ ევროპის ხვალინდელ კეთილდღეობას. doing more than the low პრიორიტეტი მივანიჭოთ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ეკონომიკისა და ჩვენი კავშირის გრძელვადიან მოთხოვნილებებს, უპირველესად კი უსაფრთხოებას. well-being tomorrow. ევროკავშირმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა დოკუმენტი სახელწოდებით ევროპის თავდაცვის მზადყოფნა 2030, რომელშიც ვკითხულობთ, რომ ევროპა მწვავე და მზარდი საფრთხის წინაშე დგას. ერთადერთი გზა მშვიდობის უზრუნველსაყოფად არის საფრთხეების შეკავება. დოკუმენტში საუბარია, რომ ევროპას აქვს ძლიერი პოტენციალი და ფინანსური რესურსი, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში თავდაცვის უნარიანობა დასუსტებული იყო. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროპამ ახლა სწრაფი და გადამწყვეტი ნაბიჯები უნდა გადადგას.